ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქართულ ოცნებას საარჩევნო ნომრად 41 მიანიჭა. კოალიციის თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული ცესკოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურს და უკანონოს უწოდებს. მისივე თქმით, ქართულ ოცნებას საარჩევნო ნომრად არჩეული ჰქონდა ნომერი 7, შესაბამისად წინა საარჩევნო კამპანიასაც ამ ნომრით ატარებდა. სამხარაული აცხადებს, რომ ცესკომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, სწორედ ამიტომ ქართულმა ოცნებამ აღნიშნული გადაწყვეტილება 21 აგვისტოს გაასაჩივრა. სასამართლო საკითხს 48 საათის განმავლობაში განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილება საზოგადოებისათვის ხვალ გახდება ცნობილი. არსებულ საკითხთან დაკავშირებით ახალი ამბები თელავის ნომერ მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიის საპასუხო კომენტარს მომდევნო გამოშვებებში შემოგთავაზებთ. ჩვენი ვარაუდით ცესკომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება გასულ არჩევნებზე 2008-2010 წლებს გულისხმობ, მაშინ მათ იღემძღვანელეს ანალოგიური კანონით, მაგრამ სრულიად სხვაგვარი ინტერპრეტაციით, ხოლო წლევანდელ არჩევნებს ისინი ფაქტიურად გამოეხმაურნენ სხვა ინტერპრეტაციით ამ აღნიშნული კანონის და მათ მიიღეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება.